TBC კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით ლოპოტამ წარმატებით განათავსა 11 მილიონი ამერიკული დოლარისა და 6.9 მილიონი ევროს მოცულობის 2 წლიანი ობლიგაციები. ტრანზაქცია 20 მილიონ დოლარიანი ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც ლოპოტასთვის სადებიუტოა. ფასიანი ქაღალდები საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განთავსდა. ინვესტორები ძირითადად ფიზიკური პირები არიან. ამერიკულ დოლარში დენომინირებული ობლიგაციების კუპონის განაკვეთი 8%-ით, ევროს ობლიგაციების კუპონი კი 7.25%-ით განისაზღვრა. პოზიტიური სახსრები კომპანიამ არსებული საბანკო ვალდებულებების რეფინანსირებისთვის გამოიყენა. ნიშნულოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს კაპიტალის ბაზარი აგრძელებს განვითარებას და ეს ძალიან სასიხარულოა, რომ 2026 წელს საკმაოდ აქტიური წელი გამოდგა. ჩვენ ხედავთ, რომ განვითარება ორი მიმართულებით ხდება, არიან კომპანიები, ვინც უკვე არსებული მოთამაშეები არიან კაპიტალის ბაზაზე და აგრძელებენ ახალი ემისიების გამოშვებას, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ყავს მოთამაშეები, ვინც პირველად გავენ ამ ნაბიჯს. ლოპოტა, რომელიც ჩვენს ყველაზე ცნობილი მოთამაშე არის ტურიზმის ინდუსტრიაში, გადადგა ეს ნაბიჯი. ვიხარია, რომ ეს TBC კაპიტალთან ერთად მოახდინა და მან გააკეთა დებიუტი თავისი ემისიის, მოხდა 20 მილიონი დოლარიანი პროგრამის დაფინანსება ბაზარზე, სადაც ჩვენ შევძელით TBC კაპიტალთან ერთად აგვეწია 11 მილიონი დოლარი და დანარჩენი ნაწილი მოხდა დაფინანსება ევროში. ამ განთავსებაში მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ დაახლოებით 80-მდე ინვესტორმა მიიღო მონაწილეობა, ინტერესი ძალიან დიდი იყო და მნიშვნელოვანია, რომ ხედავთ, რომ ახალი ემიტენტი შემოდის ბაზარზე და ინვესტორები მაინც აგრძელებენ ინვესტირებას ფასიან ქაღალდებში. ამიტომ ჩანს, რომ ნდობა ინვესტორების მიმართ ქართული კაპიტალის ბაზრის მიმართ ძალიან მნიშვნელოვანი დიდია და არის საშუალება, რომ ახალმა კომპანიებაც გადადგანეს ნაბიჯი და გახდნენ კაპიტალის ბაზრის მნიშვნელოვანი მოთამაშეები. TBC კაპიტალს რაც შეეხება ჩვენთვის ეს უკვე პირველი ტრანზაქცია რა თქმა უნდა ლოპოტასთან ერთად, მაგრამ წელს ბაზარზე უკვე გამოვიდა დაახლოებით 630 მილიონ ლარზე მეტი ობლიგაციები, რომელიდანაც დაახლოებით 400 მილიონში ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა უშუალოდ. ანუ ჩვენი წილი ბაზარზე დღესდღეობით დაახლოებით 59%-ია. რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენ ლიდერულ პოზიციას და მნიშვნელოვანია ეს ფაქტორი, რომ ვხედავთ მონდომებას და ინტერესს როგორც ემიტენტებისგან, ისევე ინვესტორებისგან, რომ ახალი ფასიანი ქაღალდები, ახალი ტიპის ფასიანი ქაღალდები გამოჩნდეს და მათ შორის ახალი ემიტენტების ღია ბაზარი, ასე რომ მიგვაჩნია, რომ წლის ბოლოს საკმაოდ აქტიური იქნება, ჩვენ საკმაოდ დატვირთული გეგმა გვაქვს ამ მიმართულებით, საკმაოდ ბევრი განთავსება მოხდება წლის ბოლომდე, ასე რომ 2026 წელი საკმაოდ აქტიური წელი იქნება ალბათ კაპიტალის ბაზრებისთვის. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ლოპოტას დებიუტი კაპიტალის ბაზარზე წარმატებით შედგა. საკმაოდ მაღალი ინტერესი იყო ინვესტორების მხრიდან, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ინვესტორებისგან და მოგეხსენება ძალიან მნიშვნელოვანია კაპიტალის ბაზარზე წვდომა ზოგადად კომპანიის განვითარებისთვის. და ორმაგად ბედნიერები ვართ, რომ ეს ყველაფერი კარგად დასრულდა და წარმატებით შედგა